სახელითა, მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არ სმერთ. დღეს წავიკითხეთ სახარებიდან ძალიან ცნობილი იგავი ლაზარეს შესახებ. ლაზარე, რომელიც იყო გლახაკი, რომელიც იყო სრულებით მიუსაფარი, არც ახლი გააჩნდა, არც საჭმელსასმელი, მოწყალებით ცხოვრობდა, დახეული ტანსაცმლით დადიოდა და ძირითადად თავის დროს ატარებდა დიდარი კაცის სასახლის კართან, სადაც სადილის მერე გამოქონდათ ხოლმე ნარჩენები, საჭმლის ნარჩენები და ყრიდნენ და ამ გადაყრილ საჭმელს ჭამდა ხოლმე ლაზარე და კიდე სხვაებიც იყვნენ ალბათ. და იყო ეს მეორე ადამიანი, მდიდარი კაცი, რომელიც თითქოს არაფერს აშავებდა, თითქოს თავის თავთან ყოველ შემთხვევაში მართლად თვლიდა თავს. და იყენებდა თავის შესაძლებლობას და ყოველდღე დიდი სადილები იმართებოდა მის სახლში. საიდან ქონდა ეს ფული, როგორ ცხოვრობდა, ეს ამის შესახებ არ წერია სახარებაში. ერთადერთი რაც წერია, რომ ძმები ყავდა. და რა თქმა უნდა, როდესაც იესო ქრისტე ამიგავს უყვებოდა თავის მსმენელებს, რა თქმა უნდა, ყველა ხვდებოდა ვიზე იყო ლაპარაკი. ეს იყო ანა და კაიაფა, ცნობილი ოჯახი იყო. ანა იყო სიმამლი კაიაფასი, კაიაფას ყავდა ძმები და კიდევ ამ ანას ქალიშვილი ცოლად და დიდი ოჯახი იყო. ფაქტიურად ეს იყო ოჯახი, რომელიც ისრაელს მართავდა მაშინ. მღვდელმთავრების ოჯახი იყო, რიგრიგობით ყველა ძმა იყო მღვდელმთავარი და ეს იყო ფაქტიურად მართვა-გამგეობის სისტემა. აი ეს იყო მთავარი ამ ოჯახის დამახასიათებელი ნიშანი. ეს იყო სისტემა, რომელიც მართავდა ქვეყანას. და ერთ მხარეს ეს არის აი სისტემა, რომელიც ქვეყანას მართავს და მეორე მხარეს ეს არის ადამიანი, რომელიც ამ სისტემის ნაწილი არ არის. და შესაბამისად იგი ამ სისტემას უპირისპირდება თავისი ყოფით, თავისი ქცევით და თავისი თუ ნებავთ კიდევ თავის მოსულელებით, იმიტომ რომ ეს ლაზარე როგორც შემდეგ გაირკვა არ ყოფილა უბრალო ადამიანი. ეს ლაზარე მოაზროვნე ადამიანი იყო და მისი არჩევანი იყო ეს. არჩევანი იყოს ამ სისტემაში თუ იყოს ამ სისტემის გარეთ. და როგორ ცხოვრობდა, აი ესეთი გლახაკი იყო, საჭმელ-სასმელს ეძებდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერს აქვს თავისი ბოლო ამ ქვეყანაზე. ლაზარეც გარდაიცვალა და ეს დიდარი კაციც გარდაიცვალა. და აი შემდეგ იწყება მთავარი ამბავი ამ იგავის. აი შემდეგ შესდგება დიალოგი. აი როგორც ლაზარე იყო შეხყურებდა ამ დიდარ კაც ხელებში, რას გადმოუგდებდა საჭმელად. ეხლა პირიქით შეიცვალა ვითარება. და ეს დიდარი კაცი აბრაამს ეუბნება, ვის წიაღშიც აღმოჩნდა ლაზარე, რომ გამოუშვიო ლაზარეო, ერთი წვეთი წყალი დამასხას ენაზეო, ცეცხლი მიკიდიაო. და არაო ლაზეს აბრაამ ეუბნება, შეუძლებელიაო, აქ ჩვენს და თქვენ შორის ძალიან დიდი უფსკრული არისო და ვერ მოვაო მანდო. მაშინო იქნებო იქ გაუშვაო დედამიწაზე. და ჩემ ძმებს უთხრასო, რა დღეში ვარო, აქო რომ ესენი მაინც აქ არ მოვიდენო ეს ჩემი ძმებიო. და არაო აბრაამმა უთხრა. ყავთო იქო ჯულის მასწავლებლებიო, მოსე და წინასწარმეტყველები და დაუჯერონ და არ მოვლენო აქ. არაო იმათი არ ჯერათო და იქნებ ცოცხალი თუ მყარე აღდგებაო ვინმეო. და არაო აბრაამმა უთხრა. ვისაც ჯულის და წინასწარმეტყველების არ ჯერა და არასრულებს ამას, დარიც რო აღდგესო, დარიც იმასაც არ დაუჯერებენ. და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ღრმა შინაარსის სწავლება საეკლესიო. რომ ყველა ადამიანმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი.
კი არ არის აუცილებელი რომ შივრები ვიყოთ და კი არ არის აუცილებელი რომ სულ მოწყალებას ვითხოვდეთ, არა. უბრალოდ არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ცნობიერება ძალადობაზე იქნება დამყარებული თუ თავისუფლებაზე. აი ამ თავისუფლების ფასი შეიძლება იყოს სწორედ ეს შიმშილი და უფრო მეტიც აღსარებლობა. აღსარებლობის გარეშე არაფერი გამოვა. მოწამეობის გარეშე არაფერი გამოვა. უნდა დაამოწმოს ადამიანმა თავისი სარწმუნოება. აი ეს ორი არჩევანი აქვს ადამიანს. და ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. ისევე როგორც თავისი არჩევანი თავის დროზე გააკეთა მამა გაბრიელმა. მე განგებ მოგიყევით ეს იგავი ცოტათი ისეთი აქცენტები გავაკეთე რომ პირდაპირ ზუსტად როგორც მამა გაბრიელის ცხოვრება იყო ესე მოგიყევით. როდესაც მე პირველად დავინახე მამა გაბრიელი, მინდა გითხრათ რომ ალბათ აი თუ გლახაკს ლაზარეს როგორმე წარმოიდგენს ადამიანი, აი ეს იყო ზუსტად ჩამოხეული, ჩამოძენძილი, სამღვდელოს შესამოსელი ეცვა, ანაფორაც ეცვა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ჭუჭყიანი, ეს ყველაფერი იყო ჩამოხეული და მამა გაბრიელი იყო სულმშიერი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მონასტერში გაატარა ბოლო თავისი წლები, მიუხედავად ამისა მაინც სულმშიერი იყო. იმიტომ კი არა რომ არ აძლევდნენ საჭმელს, პირიქით ყოველთვის ბევრი ქონდა. მოღვაწეობდა. როდესაც საჭმელი ქონდა კიდევაც, მაშინაც იშიმშილებდა თავს. და ხშირად მამა გაბრიელზე ამბობდე რომ დალევა უყვარდა. მე მაგალითად ბევრჯერ გამიტარებე, ბევრჯერ ყოფილვარ მასთან, დიდი დრო მაქვს მასთან გატარებული, არ მინახავს რომ მამა სულ ნასვამი იყო, მაგრამ მე არ დამინახავს როგორ სვამდა. სუნი ქონდა სულ ღვინის. მაგრამ მე ასეთი შემთხვევებიც ვიცი, როდესაც გამოჩენილი ცნობილი ადამიანები სპეციალურად ღვინოს ისხამდნენ ხოლმე წვერზე და სახეზე, რომ ღვინის სუნი ქონოდათ. მე ესეც არ დამინახავს მართალი რო გითხრათ, მაგრამ აი ესეთი იყო მამა გაბრიელი. აი ესეთი იყო მამა გაბრიელი და მინდა გითხრათ რომ აი რისი წევრით და რისი ნაწილიც არასოდეს არ ყოფილა, ეს იყო სისტემა, რომელშიც ის ცხოვრობდა. ეს იყო რაღაც საშინელი სისტემა. და აი ამ სისტემას შეიძლება ითქვას შიშველი ხელებით შეებრძოლა. ვითარცა წერია სახარებაში რომ სასუფეველში ვერ მოხვდებით თუ არ იქნებით ვითარცა ბავშვებიო, ეს ჩემთვისაც ბევრჯერ მოუყოლია, როგორ თხოვა ხაშვეთის მედავითნეს დედა სიდონია, რომელიც შემდეგ დიცქემაში აღიკვეცა, რომელსაც ასევე ძალიან კარგად ვიცნობდი, 1 კილა ნავთი, რომელიც სულ იყო ტაძარში, იმიტომ რომ ნავთით იწმინდება ეს შანდლები და როგორ შეასხა ეს ნავთი, ისე რომ არც დაუნახავს არავის, ისე ბევრი ხალხი იყო ამ დემონსტრაციაზე, ამ მთავრობის სასახლის წინ და შეასხა ეს ნავთი ლენინის პორტრეტს და წაუკიდა ცეცხლი და მე რო ყვებოდა რომ როგორ იწოდაო, იცით, სულ აი ნათურებიო, ბუх, სულ ესე იძახოდაო, აი ესე დღემდე აი ბოლომდე ქონდა შერჩენილი საოცარი სიხალის. აი ესეთი იყო მამა გაბრიელი, აი ესე დაუპირისპირდა აი ამ ძალადობრივ სისტემას. და ფაქტიურად სისტემამ ისევ კეთილი ადამიანების წყალობით, რა თქმა უნდა, მაგრამ სისტემამ ვერაფერი დააკლო. ერთადერთი ის დააკლო, რომ უკვე აღარ იყო ის, აღარ ქონდა მას უფლება, რომ ჩვეულებრივი რიგითი წევრი ყოფილიყო ამ საზოგადოების, ან სამსახურშიეულო სადმე, ან თუნდაც ტაძარში ემსახურა. არამედ აი ესე დადიოდა და მათხოვობდა და მინდა გითხრათ, რომ ორი ადამიანი იყო, რომელმაც დაინახა მამა გაბრიელის სიდიადე და გამოიყვანა აი ამ მდგომარეობიდან, ეს იყო მეუფე დანიელი, ახალ ჭიათურის საჩხერის მიტროპოლიტი და ეს იყო ჩვენი პატრიარქი, რომელმაც მამა გაბრიელს დაუბრუნა ეს შეჩერებული ხარისხი, აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში და რომელმაც ფაქტიურად შემდეგ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მის ცხოვრებაში, როდესაც მისი პირადი დაჟინებული მოთხოვნით მამა გაბრიელი შეირაცხა წმინდანად. თუმცა რომ დაგვიანებულიყო ეს შერაცხვა მაინც შეირაცხებოდა, იმიტომ რომ ხალხი უკვე თვლიდა მას წმინდანად. რა გააკეთა მამა გაბრიელმა ისეთი, რომ აი დღეს შეიძლება ითქვას მთელ სოფლიოში ცემენ დღეს მამა გაბრიელს თაყვანს. აი ამ პირადი თავისი უხერხულობის, ამ პირადი კეთილმოუწყებლობის
შიმშილის, აი ეს გადაიტანა ყველაფერი ამის ხარჯზე, მან მიიღო უდიდესი კადნიერება ღვთის წინაშე, რომ ადამიანებისთვის მოეტანა სიხარული. და სულ იმას ფიქრობდა მამა გაბრიელი, სულ მე რამდენიმე წელი მქონდა მასთან ურთიერთობა, სულ იმას ფიქრობდა, როგორ გაეხმხიარულებინა ადამიანი, როგორ გაეხარებინა ადამიანი და ამას ის ყოველთვის ახერხებოდა. და დღეს იმდენ ადამიანს ანიჭებს სიხარულს, რომ ეს რაოდენობა ვისთანაც მაშინ ქონდა კონტაქტი აი ჩემი ჩათვლით, ვინც დადიოდა მასთან. ეს არის აი ეს წვეთი ზღვაში, იმ დიდ ოკეანეში, რომელსაც დღეს მამა გაბრიელი ანიჭებს უდიდეს სიხარულს. საქართველოში უამრავ ადგილას შენდება ტაძარი, აი ჩვენ მშენებარე ტაძარში ვწირავთ დღეს. ცოტათი სიგრილეა, მაგრამ ეს ამ სიგრილეს მამა გაბრიელის სითბო ფარავს. საქართველოში ბევრ ადგილას აშენდა და სოფლიოში შენდება მამა გაბრიელის ტაძრები. სხვადასხვა ენებზე ითარგმნება სოფლიოს უკვე რამდენიმე ენაზეა თარგმნილი მისი ცხოვრება და ადამიანებს მთელ სოფლიოში ანიჭებს საოცარ სიხარულს და მინდა გითხრათ, რომ მაინც ეს არის პირველ რიგში ძალიან დიდი დამსახურება და ძალიან დიდი სიკეთე ჩვენი პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის, რომელიც სიცოცხლეში ძალიან მფარველობდა მამა გაბრიელს და გარდაცვალების შემდეგ ძალიან მალე გარდაცვალებიდან 20 წელი არ იყო გასული, როდესაც იგი წმინდანად შეირაცხა ჩვენი პატრიარქის დაჟინებული მოთხოვნით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ წმინდა სინოდის წევრებსაც ძალიან დიდი სიხარული ჰქონდათ ამის გამო. ღმერთმა გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი და ღმერთმა მოგვასწროს სულ რაღაც 2 წელია დარჩენილი მისი პატრიარქობის 50 წლის იუბილე რომ აღნიშნოთ. კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ ყოველდღე ვკითხულობთ 100-მეორე ფსალმოს მისი ჯანმრთელობისათვის. წაიკითხეთ და ღმერთს შესთხოვეთ, რომ აი ეს 50 წელი მასთან ერთად შეგვახვედროს. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.